ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა მიმატა, განცხადება საჯარის დასაქმების სააგენტოში აცხადებენ. ამის მის საფუძვლად კი სამსახურში მომართვიანობის გაზრდას ასახელებენ. სააგენტოს ინფორმაციით 2011 წლიდან დღემდე რეგიონის მასშტაბით 12000-ზე მეტი განცხადება შესული. მარიამ ბეზარაშვილის თქმით, დასაქმების პროცესის მონიტორინგს მთავრობა უწევს. რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს, ბეზარაშვილს დაკონკრეტება უჭირს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ მამაკაცების უმეტესობა მაინც სამშენებლო სფეროში საქმდება, ქალები კი პრიორიტეტ სტილისტი და საოფისე სამუშაოებს წარმოადგენს. ბეზარაშვილის განცხადებით სიტუაციის არაკვალიფიცირებული კადრის სიმრავლე ართულებს, რომლებიც უფასო გადამზადებაზე უარს აცხადებენ და ხშირად ისეთ თანამდებობებზე აქვთ პრეტენზია, რომლის შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნია. სააგენტოში დასაქმების მაჩვენებლის ზრდას ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად ელოდებიან. კამერა რო შემოდის ადამიანი დგება. ყოველდღიურად მატულობს უმუშევართა რიცხვი. ეს შეიძლება იყოს მათი კვალიფიკაციიდან გამომდინარეც, იმიტომ რომ საკმაოდ ჭირს პროფესიონალი კადრები და ჩვენ ვაწყდებით იმ უკიდურესობასაც, აი ეხლა მაგალითად 200 სოციალურად დაუცველი სასწრაფოდ უნდა გადამზადდეს საკმაოდ მოთხოვნად 4 პროფესიაში და უარს ამბობენ გადამზადებაზე. ეგრევე უნდა ყველას დასაქმება. არადა დღეს საჭიროა ისევე სერტიფიკატი, კვალიფიკაციის ამაღლება, იმიტომ რომ კადრი იყოს ღირსეული. ყველა დამსაქმებელს სჭირდება ღირსეული კადრი.